კითხვა ძალიან ბევრია, მაგრამ ჯერჯერობით პასუხები არსაიდან ისმის და მთავარი კითხვა სწორედ არის ის თუ როგორ გადაიქცა საქართველოს ადგილად, რომელსაც იყენებს რუსეთი და ირანი იმისთვის, რომ ამუშაონ სანქციებისგან გვერდის ავლის მთელი ქსელი. ამას ახლა უკვე ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ დაასანქცირეს საქართველოში დაფუძნებული ირანული კომპანია, რომელიც კრიპტო ბირჟაზე ოპერირებით ელექტრონულ საფულეებს უსებდა ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსს. აქ საინტერესოა თავად ის ბიზნესმენი, რომელიც ამ სანქციების მთავარ სამიზნეში მოხვდა, ეს არის სიავაშ კიავამპური, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს და რომელიც მიიჩნევა ამ ქსელის მთავარ მმართველად, სწორედ მას მიაწერენ საქართველოში ირანული კომპანიის დაფუძნებას. ეს არის Shellbit Exchange, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებდა და როგორც გვაგითხარით, ელექტრონულ საფულეებს უსებდა ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსს. თავად ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, როგორც გვეცით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული. ვიცით, როგორი დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ამიტომ რთულად გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რისთვის იყენებდნენ უკვე შემდეგ ამ ელექტრონულ საფულეს ირანში. საუბარია მილიონობით დოლარის ღირებულების ელექტრონულ ციფრულ ვალუტაზე, ის რაც ოფიციალური უწყებების მიერ არის ცნობილი, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ელექტრონული 2 მილიონი დოლარის ღირებულების ციფრული ვალუტა გაიგზავნა ირანში, მათ შორის საქართველოსდან ამ კომპანიის გავლით, მაგრამ არსებობს არაცნობილი ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ეს თანხა გაცილებით დიდია. აქ საინტერესოა ერთი დეტალიც, რომ ვიდრე სანქციები ამოქმედებოდა, როიტერმა ჩაატარა გამოძიება და დაადასტურა ამ გამოძიებამ ის, რომ საუბარი მხოლოდ კრიპტო ბირჟას არ შეეხება, არამედ ეს ქსელი გამოიყენებდა ასევე აზარტული თამაშების, იგივე გემბლინგის მიმართულებითაც ფულის გამომუშავების მეთოდებს. არადა ამ დროს ირანში ეს გემბლინგი საერთოდ არის აკრძალული. ამიტომ ბევრი კითხვა არსებობს ზოგადად საერთოდ როგორ მუშაობდა ეს ქსელი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის არის ის, რომ ერთ-ერთი ასეთი კომპანია სწორედ საქართველოში დააფუძნეს და თვეების განმავლობაში ისე ხდებოდა ამ ფულის ირანში მოხვედრა, რომ არავისთვის არაფერი ცნობილი არ გამხდარა. ყოველი შემთხვევისთვის ფაქტი გამოავლინა არათუ საქართველოს ოფიციალურმა სტრუქტურებმა, რომელთა მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ასეთი ქსელების გამოაშკარავება, არამედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თავადაც დააწესეს უკვე შემდეგ ეს სანქციები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი და ეს მომხდარი პირდაპირ ურტყავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და უსაფრთხოებასაც. დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება სანქციების გვერდისავლისთვის და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ჩვენ გვაქვს სისტემატიური გამოწვევა და ცხადია, რომ მათ შორის სანქციების მიღება ხდება სწორედ იმიტომ, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ რეაგირებს ადეკვატურად. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს, რომელიც იყო ყველაზე მყარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთის რეგიონში, აქცია რუსეთის, ირანის სისხლიანი რეჟიმების ფულის სამრეცხაოდ, თუ არ აღმოიფხვრა სანქციების თავის არიდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებით, დასავლეთს შეუძლია სანქცირება და გაუკეთოს ყველა კრიპტოსაწარმოს, რომელიც ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე და მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ასევე დღის წესრიგში დადგეს უკვე ფინანსური სექტორის სანქცირებას. მაგალითად ვიხილეთ, რაც მოხდა იგივე თქვა ყულევის ნავთობტერმინალზე, როდესაც არაერთი გაფრთხილება მიიღო თქვა საქართველოს ევროკავშირიდან, მაგრამ ეს გაფრთხილებები არაფრად ჩათვალა. ჩვენ ვიცით ასევე, რომ ირანის ძალიან ბევრი ბიზნესი, კომპანიები გახსნილია საქართველოში. ფიქტიურ მისამართებზე, უბრალოდ ფიქტიური კომპანიებია ისეთ მისამართებზე გახსნილი, სადაც მაგალითად ერთ სოფელში, ერთ ქუჩაზე რამდენიმე კომპანიაა გახსნილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ რაიმე სახით ფინანსური ინსტიტუტები ირანის მხრიდან აძლიერებს ზუსტად ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას. ახლა უკვე შეერთებული შტატების სანქციებით ირანის რეჟიმის გაძლიერება, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ზიანი, რეპუტაციული ზიანი, ყველაზე მინიმუმ საქართველოსთვის, რომელიც მიიჩნეოდა დასავლური სამყაროს ნაწილად და
სტრატეგიულ პარტნიორად წარსულში. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ადეკვატური რეაგირება ასეთ საქმეებზე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ეროვნული საფრთხეების გამოწვევად იქცეს, ისევე როგორც საფინანსო სექტორის და ამაზე პასუხისმგებლობა სრულიად აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. კომპანია, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა, გლდანის თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში იყო რეგისტრირებული და როგორც ირკვევა, ის 26 ივნისს გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რჩება კითხვად, რომელსაც ჯერჯერობით პასუხი არ აქვს, როგორ გამორჩათ შესაბამის უწყებებს, რომელთა პირველადი ამოცანა უნდა იყოს წესით ასეთი საფრთხის-შემცველი კომპანიების გამოვლენა და მათი საქმიანობის შეზღუდვა, რომ ქვეყანაში ოპერირებდა ასეთი კომპანია, რომელიც უკვე შემდეგ ეხმარებოდა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და ავსებდა მათ ელექტრონულ საფულეს მილიონობით დოლარით. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ არის. სხვათა შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებული სანქციების შემდეგ განცხადება გაავრცელა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა, რომლისთვისაც ორმაგად გაურკვეველია, როგორ უყენებს ქართული ოცნება საერთოდ რაიმე მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაშინ, როდესაც ვციტირებ მის სიტყვებს, ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას და ამის ფონზე უკვე ამერიკას მოთხოვნებს უყენებს. როგორც გვგითხარით, ჯერჯერობით შესაბამის უწყებებს განმარტება არ გაუკეთებიათ, როგორ ფუნქციონირებდა საქართველოში ასეთი საფრთხის-შემცველი კომპანია.